დავბრუნდით ეთერში ქალების გაძლიერების თემით პროექტი მოძრაობა ცვლილებებისთვის, რომელიც ერთი ცვლილება გვჭირდება. ხატია ახლა დავბრუნდით ეთერში ქალების გაძლიერების თემით პროექტი მოძრაობა ცვლილებებისთვის, რომელიც ერთი ცვლილება გვჭირდება. ხატია ახალაია და სოფიკო შაბურიშვილი. გმადლობთ ქალბატონებო. ესე იგი ვსაუბრობთ იმაზე, რომ გენდერი არ უნდა გავითვალისწინოთ გენდერული სტერეოტიპები დასაქმებისას. რას გულისხმობს პროექტი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. პროექტის მთავარი მიზანი არის ქალები გავაძლიეროთ ეკონომიკურად, ჯერ განათლება მივცეთ და შემდგომ დავასაქმოთ. ჩვენი პროექტი დაფინანსებულია პროექტში ნიდერლანდების საელჩოს მიერ და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მათ. ჩვენი მიზანი იყო თავდაპირველად, რომ ქალებისთვის მიგვეცა განათლება იმ სფეროებში, სადაც კაცები იყვნენ დომინირებულები, ანუ იგივე ავტომექანიკოსის პოზიციაზე, ავეჯის ტექნოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, სადაც ქალები თითქმის 100%-ით არ იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა ეს სფეროები არის მაღალანაზღაურებადი, საკმაოდ მოთხოვნადი ბაზარზე და ამის საპირისპიროდ ქალები ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც მოთხოვნადი არ არის და შესაბამისად დაბალანაზღაურებადი არის. აი ეს რა განაპირობებს ამ არჩევანს არის ცნობილი ეს ფაქტორები? კი ბატონო, ქალების არჩევანს განაპირობებს ის, რომ სამწუხაროდ მათ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, რომ აირჩიონ ის პროფესიები, რომლებიც მათ უნდათ. როდესაც დგება არჩევანი, ბიჭი დააფინანსოთ გოგოს განათლება, ხშირ შემთხვევაში ოჯახი აფინანსებს მხოლოდ ბიჭს. ფიზიკური შესაძლებლობაც არის ერთ-ერთი პირობა. თქვენ ვერ დამისახელებთ ისეთ პროფესიას, სადაც ეს ვთქვათ, წამყვანი არის ფიზიკური შესაძლებლობა. დღესდღეობით განვითარებულ ეს ვთქვათ 21 საუკუნეში თითქმის ყველაფერს აკეთებს მანქანა, ხო? ამიტომ ფიზიკური ძალა არ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი. ჩვენ სტერეოტიპს ვაწყლებოდით იგივე დასაქმების ბაზარზე, რომ აი ქალს როგორ შეუძლია მანქანის მექანიკოსობა, ხო? იქ რაღაცა რთულია თითქოს, ხო? ეს ისეთივე რთული არის როგორც კაცისთვის, ხო? ფიზიკური ძალა აქვთ ქალებსაც და კაცებსაც. ეს კუნთის მასა საერთოდ არ არის საჭირო, რომ ჩვენ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ. თუმცა შევთანხმდეთ, რომ არსებობს სალსახად მამაკაცური და ქალური პროფესიები, მაგალითად შემთხვევაში. არა, მაგალითად პრაქტიკაში, ანუ რეალობაში არსებობს. მაგალითად მედდა მამაკაცი იშვიათად შეგხვდება. ტრაილერის მძღოლი ქალი შეგხვდება იშვიათად. ანუ ეს პირდაპირ რა თქმა უნდა, არც ერთ პროფესიას სქესი არ აქვს, ეს კანონიც ამას მოგვიწოდებს და არც არ არის ეს შესაბამისი ჩანაწერი, რომ რომელიმე ვთქვათ პროფესიაში ქალს არ შეუძლია მონაწილეობა და არ შეიძლება გახდეს პროფესიონალი, ეს არის უბრალოდ სოციალური, კულტურული შეხედულებები, რომლებიც დამკვიდრდა დროთა განმავლობაში. თუმცა დღესდღეობით შეიცვალა, როგორც ხატია ნიშნა ტექნოლოგიები აქ უკვე დამოკიდებულია რამდენად სწორად მართავ ამ ტექნოლოგიას და არა ვთქვათ ფიზიკურ ძალას, რომელსაც შეიძლება ადრე ჰქონოდა მნიშვნელობა. თუმცა ამ ფიზიკურ ძალიდან გამომდინარე შეიძლება ქალსაც ჰქონდოდა ვთქვათ იმ პერიოდში ის ფიზიკური ძალა, რითაც რომელიღაც საქმიანობით დაკავდებოდა. თუმცა დღესდღეობით ეს მთლიანად მოშლილია, ეს ისეთი პროფესიები არის, სადაც საერთოდ არ არის საჭირო ვთქვათ განსაკუთრებული ფიზიკური ძალის მქონე ადამიანების დასაქმება ამ სფეროში და რატომღაც არის ჩაკეტილი ისეთი საინტერესო პროფესიები, როგორც არის მაგალითად ავტომექანიკოსობა. ან მაგალითად თუ ბავშვს თავიდანვე მისწრაფება აქვს რაღაცების აწყობის, თუნდაც ლეგოების დღეს, მან შეიძლება თავისუფლად დაინტერესდეს მომავალში ავტომექანიკოსობით, როგორც კაცი, ასევე ქალი. თუმცა დღეს, რადგან მთლიანად კაცებს აქვთ მოცული ეს სფერო, ძალიან რთულია თვითონ ქალმა თავისით შეაბიჯოს და გადადგას ეს ნაბიჯი, თუნდაც ფიქრი დაიწყოს ამ სფეროებზე, რომ თქვათ გახდეს იქ პროფესიონალი, შემდეგ უკვე განვითარდეს და უკვე თქვათ სხვა უფრო მაღალ საფეხურებზე ავიდეს თვითონ ეს პროფესიებიც ვინაიდან. ეთილი, რატომ არ ხდება მაგალითად ძიძა მამაკაცი? რა განაპირობებს ამას? ანუ აქვს თუ არა აქ მნიშვნელობა ბიოლოგიურ სქესს, ანუ ქალისას აღზრდაში, ვიდრე
ვთქვათ, მამაკაცებს. ხსებიან რაღაც ნაკლებად. დიახ, დღესაც ეგრეთ წოდებული, ესე ვთქვათ, იერდიყებად მინიჭებული ის არის, რომ ქალი უნდა იყოს მაინც და მაინც ძიძა, თუმცა გვაქვს ბევრი შემთხვევა უკვე, როდესაც თუნდაც საბავშვო ბაღებში პედაგოგები არიან კაცები, რა თქმა უნდა, სკოლებში პედაგოგები არიან კაცები და ეს უკვე დიდი პრაქტიკაა და შესაბამისად ამას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია, ეს არის უბრალოდ ის სტერეოტიპული მიდგომები და შეხედულებები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა როგორც ერს მაგალითად და ჩვენ თუმცა ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ. სხვაერებშიც იგივე პრობლემები. დიახ, რა თქმა უნდა, ევროპაშიც ძალიან დიდი პრობლემებია ამ კუთხით. კი, ეს შეხედულებები ყველგან თითქმის ერთნაირად არის ჩამოყალიბებული, თუმცა გარკვეული, რა თქმა უნდა, არის განსხვავებები. ევროპის ქვეყნები ბევრად უფრო წინ არიან, ბევრად უფრო მეტი ცნობიერება აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და შესაძლებელია ყველას გქონდეს გზა იმ პროფესიაში, რომელიც თვითონ მას ანიჭებს ბედნიერებას, სცადოს ბედის. სწორედ ჩვენი პროექტის მიზანიც ეს არის, რომ თუ თქვათ ქალებს აინტერესებთ ეს პროფესიები, ჩვენ წავახალისოთ ისინი, მივიცეთ პირველი შესაძლებლობა, ამათ გამოიყენონ, განვითარდნენ, დასაქმდნენ ძალიან მაღალ ანაზღაურებად სამსახურებში. ეს 4-ვე პროფესია არის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ხელფასების კუთხით. რომელ პროფესიებზე გვაქვს საუბარი? ავტომექანიკოსი. ამ შემთხვევაში. დიახ, ავტომექანიკოსი, კომპიუტერული მეცნიერებები, მესამე არის ავეჯის ყველაზე ნაკლები ალბათ. კომპიუტერული მეცნიერებები. ყველა მიმართულებით ნაკლები არა, ვერ გეტყვით მაგას, იმიტომ რომ ბოლო მონაცემებით უნივერსიტეტში აი სწორედ კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს მხოლოდ 20% ქალი და 80% კაცი არის, ასე ვთქვათ, სტუდენტების რაოდენობა. შესაბამისად, მაინც გვჭირდება, კი არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ქალი უკვე ისეთივე სერიოზულად და ისევე მაგრად დაიმკვიდრა ამ პროფესიაში თავი, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს ამაზე სამუშაო და კიდევ ბევრი გოგო უნდა დაინტერესდეს ამ სფეროში. კიდევ რომელი პროფესიებია? დიახ, კიდევ არის ავეჯის რბილი ავეჯის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს თავიდან ბოლომდე ავეჯის დამზადებას. ეს რა თქმა უნდა შემდგობა დიზაინი, სამკერვალო საქმეც, ყველაფერი თავიდან ბოლომდე. და რაც მთავარია, ჩვენ მშენებლობის ხარისხის კონტროლის ტექნოლოგიას, თვითონ თავიდან ბოლომდე მშენებლობას რაც ეხება. ჩვენ ამ პროფესიების შერჩევისას გავითვალისწინეთ ის, რომ ქალები აბსოლუტურ უმრავლესობაში, ანუ კაცები არიან აბსოლუტურ უმრავლესობაში ამ პროფესიებში. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ ანაზღაურებადია, ქალები ამას არ ირჩევენ. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ძიძობის აი ეს პროფესია არის ქალური პროფესია, ხო? აი ესე ითვლება ჩვენ საზოგადოებაში. ხო, ესე არის დამკვიდრებული, ამას ბევრი მიზეზი აქვს, რატომაც არის დამკვიდრებული. კაცი ამას არ არჩევს, რომ დაბალ ანაზღაურებადი არის, ეს ერთი. ასევე ამას შეუწყო ხელი ამ ქალურ პროფესიად ჩამოყალიბებამ იმან, რომ თვითონ დამსაქმებელი კაცს არ აიყვანს. ეს ძალიან სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო. ხო, რა თქმა უნდა, ეს იცვლება ეს დამოკიდებულებები. ხო, ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში ცოტა ისეთი შეხედულებები აქვს, რომ აი დავუშვათ აი ესეთ სტერეოტიპი არის, გამოც კაცს არ აიყვანენ, ხო? ძიძა. ჩემი მეგობარი, რომელსაც 3 შვილი ყავს, 3-ვე ბიჭი, ეძებდა ბიჭ ძიძას, იმიტომ რომ უნდოდა ბიჭებთან ყოფილიყო კაცი, რომელიც იქნებოდა როლური მოდელი. გასაგებია. ამ შემთხვევაში თო განსხვავებულად არის, ხო? ჩვენ მოუწოდებთ ქალებს, რომ მათ ეკონომიკური დოვლათი შექმნან და რომ გამდიდრდნენ ქალებიც, ხო? ამისთვის საჭირო არის, რომ მათ განათლება მიიღონ ასეთ პროფესიებში და შემდგომ დასაქმდნენ. ჩვენ ასე უზრუნველყოფთ დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და მადლობა ამისთვის ჩვენს დონორს. და ჩვენ მოუწოდებთ აი გოგოებს, რომლებიც არიან განსაკუთრებით რეგიონებიდან და ქალაქებიდანაც, რასაკვირველად თბილისიდანაც, რომ აუცილებლად შემოიტანონ განცხადებები ამ ყველა მიმართულებაზე, რადგანაც ეს არის მათთვის გასაღები, უკეთესი მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ამ გარემოს შეცვლისთვის. მათი მაგალითი უნდა იყოს, ესე ვთქვათ, სხვა გოგონებისთვის მოდელი, რომ მათაც ესე ვთქვათ გაბედონ და შეაბიჯონ კაცები დომინირებულ პროფესიებში და დასაქმდნენ. საბედნიეროდ ერთი გოგონა გვყავს გამარჯვებული შუახევიდან, სოფელ ახალდაბადან, ბრწყინვალე მონაცემების გოგონა არის. და პროფესია ირჩია.
მან აირჩია პროგრამირება და პროგრამირების მიმართულებით მას როგორც დაუფინანსებთ სწავლას, ასევე 6 თვეში შეძლებს დასაქმებას და საკმაოდ ისე ვთქვათ მაღალ ანაზღაურებად პოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და ღირებული რომ აფინანსებ და შესაძლებლობა ეძლევა გაანაგრძოს თუნდაც იგივე პრაქტიკაში და დააგროვოს რაღაც ბაზა, მაგრამ ბიოლოგია ნინომ სწორად ახსენეთ თავის თავად რაღაც კონკრეტული ფაქტს მაინც მივყავართ ავტომატიზაციამდე ხომ თქვენ ახსენეთ რომ გამარტივდა ეს პროცესი თუ ავიღებთ რამდენიმე წლის წინანდელ თუნდაც ახლო წარსულს მაინც მივდივართ იქამდე რომ ბიოლოგიური საჭიროება მამაკაცის თუნდაც კუნთს ყოფის მეტი იდგა დღის წესრიგში ფინანსური ნაწილი გასაგებია სხვა ნაწილში რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქალს აი ამ ტიპის პროფესიებმა აი აქ ბიოლოგიურ ძალაზე ძალიან საინტერესო შედარება არის რომ ვთქვათ სამხრეთელი მამაკაცის ფიზიკურ ძალასთან შედარებით ჩრდილოელი ქალის ფიზიკური ძალა ხშირად უმეტესია. ანუ ვთქვათ სკანდინავიელი ქალი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს ვიდრე აზიელი კაცი და ეს და პროფესიებთან მიმართებაში სადღაც შეიძლება გზის დაგება ზოგიერთ კულტურაში არის კაცის საქმე და ქსოვა და კერვა არის ქალის საქმე. მენტალურ რელიგიურადაც გვაქვს რაღაც დღესდღეობით განმაპირობებელი ჩვენ ასევე სტერეოტიპულად ვაზრობთ ძალა 21 საუკუნეში არ განსაზღვრავს იმას ვისაც შეუძლია დასაქმება ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს გასაგებია მე სხვა ფაქტორი მინდოდა აღმენიშნა ხარია ეს თავის გულისხმობა აი ერთ თუმცა ქალის ცხოვრების წესი განსაზღვრავს ერთ მაგალითს მოგიყვანთ ჩვენ ახლა თეგეტან მოტორსთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული და იქ ეს თქვა მენეჯმენტში რომ საუბრობდით რომ აი ავეჯის უკაცრავად ავტომექანიკოსი ქალი უფრო უკეთესად შეასრულებდა კაცს ისინი ამბობდნენ რომ ფიზიკურ ძალას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მაშინ როდესაც ქალმა იცის ფიზიკა მაღალ დონეზე იმიტომ რომ თქვენც ახლა დამეთანხმებით ეს მანქანა ყავთ რომ ესე ვთქვათ დიაგნოსტიკოსი აი ვინც ესე ვთქვათ ხო ძალიან რთული საპოვნელი არის იგივე თბილისში ბათუმში და არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ფიზიკას ძალიან ცუდად ფლობენ ადამიანები, ხო და კაცები არიან დასაქმებული აბსოლუტურ უმრავლესობაში, ხო, ესე აი ამ ავტომექანიკოსის პოზიციაზე. ვერსად ვერ მიიყვან მანქანას და ზუსტად გაიგებენ რა სჭირს. ჩვენ ვარჩევთ ისეთ გოგოებს, რომელსაც მაღალ დონეზე ეციან ფიზიკა, მათემატიკა და აქ არის დაკავშირებული გონება და არა სხეულის მასა, ხო ესეა. ამ შემთხვევაში თქვენი ის არგუმენტი რომ აუცილებლად საჭირო არის ფიზიკური მასა არა სხვა სახის ფორმულირება მინდოდა ამ კითხვას შეიძლება არასწორად გადმოვეცი ჩან ჩვენ მენტალურ რელიგიური სხვა მიმართულებით ასეთ თუ ისე ჩამოყალიბებული ცნობიერება გვაქვს განსაკუთრებით იმ ტიპის ახასიათოებს როგორც ჩვენ ვართ ნინო მახსენა ოჯახის ქალის მოდელი ოჯახში აი ამაზე მაქვს საუბარი თუნდაც განაკვეთი სამუშაო განსაზღვრება სირთულე ენერგიის თვალსაზრისით რამდენად სრულფასოვანი დედა შეიძლება შვილს დაუბრუნდეს ამ ტიპის შრომის შემდეგ სახლში აი ამას. ეხლა თქვენ საუბრობთ იმას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა არის, რომ სახლში მივიდეს და სრულფასოვანი დედა რა ტრაილერის მძღოლი ქალი როგორ შეიძლება ერთ რამზე შევთანხმდეთ, რომ სახლში რომ მიდის ქალი, ის ბავშვს არ უნდა უვიდეს მარტო. ეს როლები გადანაწილებული უნდა იყოს თანაბრად. ეხლა მეც ოჯახი და დიდი სურვილი არ მაქვს, რომ სახლში მივიდე და მხოლოდ მე მოვარო შვილს და მომზადო საჭმელები, ხო? ეს უნდა შეიცვალოს ცალკე. ჩვენ უნდა მივცეთ ქალს განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ თუ ბავშვთან დავსვამთ მას, ბუნებრივია ვერც იქ წაიკითხავს ის და ვერც განვითარებას ვერ შეძლებს, ხო? ჩვენ იმისთვის ვართ აქ მე სოფი და მოძრაობა ცვლილებისთვის, რომ ეს დამოკიდებულებები შევცვალოთ საქართველოში. იყოს თავისუფალი არჩევანი. არჩევანი ქალი არ არის ვალდებული იყოს დედა, არ არის ვალდებული იყოს ცოლი, თუ უნდა არის დედა, თუ უნდა არის ცოლი, თუ უნდა ხო, თუ უნდა არის დიასახლისი, თუ უნდა აკეთებს კარიერას, თუ უნდა ათავსებს ამ ორივე ერთად, ხო. თუ შეიძლება დავამატებ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ პროფესიებში დღეს მაგალითად არიან მთლიანად კაცები დომინირებული, თუმცა ამ შეკითხვას, რომ რაღაცა ის მამა და სახლში უნდა მივიდეს და ის ენერგია აღარ ექნება, რაც ბავშვს ჭირდება განვითარებისთვის. რეალურად ამ კითხვას არავინ არ სვამს, მაგრამ როდესაც მივედით აი ქალების დასაქმებაზე ამ პროფესიაში წამოიჭრა ეს შეკითხვა და შესაბამისად, როდესაც ამ მიმართულებით
ვფიქრობთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ თქვათ დედა არის მშობელი და დედას თუ დარჩება ენერგია ბავშვის მოსავლელად. ეს მთლიანად შრომის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს, მაშინ ბავშვის უფლებებზე უნდა ვიფიქროთ ამ შემთხვევაში და არ უნდა განსაზღვროთ სქესის მიხედვით, რომელი მშობელი იქნება ისეთი, ვისაც ენერგია აქვს. ეს ოჯახის ფუნქციები მესმის, რომ სტერეოტიპულად უკვე დიდი ხანია ესე არის გადანაწილებული, რომ ხალი იძულებული არის დათმოს სწავლა, იძულებული არის დათმოს მუშაობა, იძულებული არის რომ დათმოს განათლება, როდესაც შეიძლება რომ თქვათ ეს ხალი ბევრად უფრო წარმატებული იყოს რაღაც პროფესიაში, როდესაც შეიძლება რომ კაცს ქონდეს სურვილი, რომ თუნდაც ბავშვებს მიხედოს და გაზარდოს, შესაბამისად ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც ხალის ვალდებულებაა ოჯახში, რომ ბავშვი აღზარდოს. რომელი კვლევაც არ უნდა ნახოთ. მშობლებმა ორივემ თანაბრად უნდა დაუთმონ დრო თავიანთ შვილებს, ეს აისახება ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე. ძალიან ცუდია, როცა ბავშვი ხედავს, რომ მარტო დედა აკეთებს ყველაფერს, მარტო ასევე ბიჭებს არასწავლია მშობლები, რომ რა ვიცი, დააგვას, სახლი დაალაგოს და შემდეგ. იმიტომ რომ ქალურ საქმედ ითვლება. აი აქედან არის სწორედ მე რო იზრდებიან დიდები როცა არიან, მე ისევ ქალებს აბარებენ. აი ეს დამოკიდებულება ჩვენ თვითონ მშობლებმა უნდა შევცვალოთ ძალიან პატარა ასაკიდან. იმისთვის, ვინც უკვე მზად არის დაეუფლოს პროფესიას, რომელიც აინტერესებს, რომელიც მაღალანაზღაურებადია, რომელიც ერთგვარად გამოწვევა არის პატრიარქალური ცნობიერების საზოგადოებაში, როგორ უნდა მოგმართონ, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. ერთ ვიტყოდი, იკითხეთ, რომ რამდენი თუ არის მომართვაო, დაახლოებით 3-4 დღეში ჩვენ მივიღეთ 200-ზე მეტი აპლიკაცია ბრწყინვალე გოგოებისგან, არც ველოდით ისეთი შედეგები დადეს მათ გამოცდებზე. ეს ძალიან კარგია, ეს ეხება პროგრამირების ნაწილს, რაშიც უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და 5 გოგონა შევარჩიეთ. დაგვრჩა 15 გოგონას შერჩევის ეტაპი, სხვადასხვა პროფესიებში, იგივე ავტომექანიკოსი, ავეჯის ტექნოლოგი, რბილი ავეჯის ტექნოლოგი, მშენებლობის ხარისხის ტექნოლოგი და ამ მიმართულებით, ვისაც უნდა რომ ჩვენ გაარღვიოს ეს ბარიერები, ეს სტერეოტიპული გარემო შეცვალოს, უნდა მოგმართოს Facebook-ზე ნახოს ჩვენი გვერდი მოძრაობა ცვლილებისთვის და გამოგგზავნოს სამოტივაციო ტექნოლოგი, რატომ ვფიქრობთ, რომ მაგალითად ცალსახად არის მამაკაცური საქმე, აი რბილი ავეჯის ტექნოლოგია, თქვა რის საფუძველზე ამბობთ, რომ ცალსახად მამაკაცური პროფესია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ცალსახად მამაკაცური პროფესია. ჩვენ ანუ რის მიხედვით არჩიეთ ეს პროფესია? კი ბატონო, პროფესიები შეიძლება სტერეოტიპის დარღვევისთვის მაინც და მაინც ეს პროფესიები რატომ? გეტყვით, ამის მიზეზი იმიტომ რომ მშენებლობის ხარისხის კონტროლის ნაწილში მე მაგალითად შემხვედრია ქალები. მე მყავს ნაცნობი მეგობარი, რომელიც არაერთ წელია დურგალია. შესაძლებელია ჩვენ მეგობრებიდან ნაცნობი ყავდეს და ეს ძალიან კარგია, თუმცა ისინი იმ ფონზე ჩანან, ესე რა ქვია, თითქოს ბევრი იყვნენ, ხო, ერთი ადამიანი, ქალია და ხო, ეს უცებ შეიძლება მოგვივიდეს ფიქრად, მაგრამ ასეთი ქალები არიან ძალიან ცოტანი და მით უმეტეს არ არიან საკმარისად დასაქმებული, რომ მათ შეძლონ გარემოზე ცვლილებების მოხდენა და ზემოქმედების მოხდენა, რომ აი თვითონაც შეძლონ ლობირება იმ საკითხის, რომ ქალსაც შეუძლია დასაქმდეს. სამწუხაროდ ერთი და ორი ქალი ამ მოცემულობას ვერ ცვლის და ეს პროფესიები შეერჩა იმის მიხედვით, თუ რამდენი ქალი იყო დასაქმებული. ჩვენ საერთაშორისო კვლევები, ადგილობრივ დონეზე, ესე ვთქვათ, წარმოებული კვლევები შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ რავი 99-დან 100% შემთხვევაში კაცები დომინირებული იყო ეს სფეროები. თუმცა იყო საკმაოდ მაღალანაზღაურებადი. და მიუხედავად ამისა, ქალები ვერ არ ირჩევენ პირდაპირ ან ირიბი ფაქტორების გამო ამ პროფესიებს. აი ჩვენთვის რომ თავის დროზე ეთქვათ, რომ აიცით რა, აი ესეთი პროფესია არის მაღალანაზღაურებადი და ესეთი პროფესია არის დაბალანაზღაურებადი, თუმცა შენ ბევრ ბარიერს წააწყდები ამ მიმართულებით, ხო? და თან მენახა ესეთი ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით აბსოლუტურად უფინანსებს სწავლას. ჩვენ ასევე საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელ ანუ ეს თქვა უფინანსებს ცხოვრებას თბილისში თუ რეგიონებიდან იქნება მონაწილე და იქნება რასაკვირველია შესაბამისი მონაცემები ჩვენს მოთხოვნებთან, ხო? ჩვენ გვინდა რომ ძალიან ეს თქვა ნაბიჯ შევცვალოთ ეს გარემო და ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ ყველანი. დახმარებით მანდავებს და კი ბატონო მოძრაობა ცვლილებებისთვის. ძალიან საინტერესო, მაგრამ ასევე საკამათო თემითაც ჩემი გადასახედიდან არაფერი არ არის საკამათო მეგობრებო. საინტერესო საუბარი შედგა არა აკამათო. ითქვებს, რაც შეიძლება ნებისმიერ მაყურებელს გაუჩნდეს, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია ამ საკითხებზე. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატება, საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს. აქ ხშირად გენდერთან მიმართებაში ასახელებენ
ქალს, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა, მარის სკლადოვსკაია-კიურიმ, რომელიც ფიზიკასა და ქიმიაში იყო საოცრება, იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, პიონერი ბევრ დარგში, რომელიც არის ქალი. ბევრია ასეთი ქალი ყავს აღმოსაჩენი ჩვენ. ძალიან ბევრი არის საქართველოს ესეთი ქალები და რო არ მოგვიხდეს პირველი მფრინავი აჭარელი ქალი ვიცით მაგალითად რომელიც არის ხო ბევრი მაგალითია რა თქმა უნდა რამდენიმე და ჩანს ბევრად მაგრამ ჩვენ გვინდა მეტი ეს ქალები იყვნენ ისინი რომლებმაც თავის დროზე გაარღვიეს თქვათ ეს თან იმ გარემოში ნამდვილად ეცადე რომ გაერღვიათ თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ გარღვეული არის იცით რა რაღაცების დამკვიდრებისთვის ალბათ მასობრივი მაგალითები უფრო უკეთესია და ეგ არის ამიტომ ამბობ რომ სამუშაო გაქვთ საკმაოდ დიდი თქვენთან ერთად იმისთვის რომ ჰარმონიულად განვითარდეთ ხშირად ვამბობთ ამას ნებისმიერი დარგი და საზოგადოება აუცილებელი ორი სქესის თანაბარი